გამარჯობა, მე ბექა ჩხაიძე ვარ, ახალი გადაცემით KP ქართულად. უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგილოცოთ შოუს ბრწყინვალე დღესასწაული და გისურვოთ უამრავი წარმატებები და ბედნიერება. ჩემი შოუს მიზანია წარმოგიდგინოთ რესტორნები და მათი გუნდები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მოკეიფე ქართველები. ჩემი შოუს კონკურსანტების რეიტინგები გამოიკვეთება Facebook-ზე KP ქართულად მომხმარებლის მოწონების და მიხედვით. შემოგვიერთდით. ჩემ შოუს დღეს უმასპინძლებს რესტორანი მრავალჟამიერი, რომელსაც უფრო კარგად გაგვაცნობს რესტორნის მენეჯერი ქალბატონი გვანცა. მოგესალმებით. გილოცავთ შობას მრავალდაესწარით. დიდი მადლობა, რომ დღეს მასპინძლობთ. ძალიან მომწონს ინტერიერი, გადასაღები, საკეიფო სიტუაცია არის. კიდევ და კიდევ მადლობა. რესტორანი მრავალჟამიერი ზრუნავს სტუმრის შემოსვლისთანავე. რომ აქ იყოს სასიამოვნო გარემო, ალბათ შეამჩნიოთ მუსიკაც ესეთია. ვცდილობთ რომ შევქმნათ ძველი ქართული. არის ორნამენტები, დეტალებია, რომელიც სტუმარს უქმნის განწყობილებას და შემდეგ ეს ყველაფერი აისახება. ზაფხულობით გვაქვს თანამშრომლობთ რეტრო ფოტო ატელიესთან, გვაქვს კოსტუმირებული კუთხე, სადაც ჩვენი სტუმრები იღებენ ფოტოებს და შემდეგ ასევე მრავალ ქვეყანაში ჩვენი ნაციონალური სამოსი მიდის. სანამ გადავიდოდეთ ახალ დარბაზში, მე შევეცდები მოკლედ გაგაცნოთ ჩვენი რესტორანი. ძალიან მომწონს ყველაფერი, ძალიან ლამაზი. ჩვენ გვაქვს ასევე მოხატული დარბაზი, სადაც წარმოდგენილია 20-30 წლების ნახატები. ეს ძირითადად ძველი ნახატებია, ძველი თბილისის, ეს ძირითადად გათვლილი არის ტურისტებზე, იმიტომ რომ ზაფხულში საკმაოდ დიდი რაოდენობით ტურისტი სტუმრობს ჩვენს რესტორანს. საკმაოდ შთამბეჭდავია, მინდა გითხრათ და შთამბეჭდილებებით შესაბამისად დადებითია. მე ვარ სტუმარი თქვენი რესტორნის, ასე რომ რაც შიდა სამზარეულოდ შეეხება ფრიად გასიამოვნები ვარ სულ ამ თქვენი მომსახურებით, კერძებით, გარემოცვით, მომსახურე პერსონალით, მენეჯერით. დიდ მადლობას გიხდით კეთილი სურვილებისთვის და სიტყვებისთვის. ასევე გვაქვს ვერანდა, რომელიც ზაფხულში საკმაოდ აქტიურად იტვირთება. სუპერ სასიამოვნო მუსიკა, არის უგემრიელესი სამზარეულო და ჩვენ ყოველთვის გვიხარია სტუმრის დახვედრა. ბექა, გადავინაცვლოთ ახალ დარბაზში, სადაც დღეს რესტორანი მრავალჟამიერი გიმასპინძლებს. სიამოვნებით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ რესტორანი მრავალჟამიერიდან. დღეს ჩვენთან ერთად გახლავთ კვარტეტი ალილო, ჩემი უახლოესები და ამასთანავე მე როგორც წამყვანი დღეს ვარ როგორც კონკურსანტი კვარტეტ ალილოსთან ერთად და მინდა წარგიდგინოთ ჩვენი უსაყვარლესი ადამიანი, ჩვენი მეგობარი, წევრობის კანდიდატი. დავით აბაშიძე, რომელიც წარუძღება დღეს ჩვენ სუფრას, დღევანდელ ჩვენს KP-ს, ბატონო დავით. ესე მშრალად ახლა ღვინოს შემოგთავაზებს სომელიე, თხოვთ. რომელია სომელიე? მე მაინც თქვენი მშრალი кейპები არ მახსოვს. არა, აუცილებლად ღვინო. მოვიდა. ბიჭებო, შემოგთავაზებ. 2011 წლის მოსავლის ღვინოებს თელავს მივირთმე. ანუ პირველი კაბერნე სოვენიე, ვარდისფერი ღვინო. ეს შეესაბამება თეთრ ხორცს, შავ ყელს და შოკოლადს. ნახევრად მშრალი ღვინო. თეთრ ღვინოები გვაქვს კაცეთელი და კახური. მე ერთ რჩევას მოგცემ თქვენ. სამივე დაგვიტოვოთ. ამისთან რესტორანში ცუდი ღვინო არ იქნება. ხო? არა, ვარდისფერს, მაგრამ დატოვე სამივე. ვარდისფერი თეთრ ხორცს უხდებაო, ამიტომ მე ამასავი. კი ბატონო. ოღონდ დადი. მეც მაგაზრზე ვარ. დაგვიტოვე სამივე. არც ერთს ვარ ვაწყენინოთ, სამივე ავიღოთ. კი, აუცილებლად. მაგითო უხარდა.
როგორ ახართ ჩემო ძმებო? ძალიან კარგად. ცოტა ნერვიულობ. არა. შენ თან წამყვანი ხარ, თან შენი გადაცემა. ნერვიულობა ჩემიკითხე, არა უშავ, ვიქეიფოთ ჩვენებურად. უნდა ვიქეიფო. ამადა გენიალური. მე გეტყვი ჩემ ამბავს რა. დასახსრელიც უნდა სოფელი. დავით, ხანახანი არ გვიბზოლიეთ უბრალოდ. საიდუმლოს გავთქვა, მაგრამ მიკროფონი მიკეთია და ლაშა მე ხა ამიგრძალა სიმღერაში მონაწილეობა. ერთი ზღაპრული სიტუაციის მომსწრე გავხდი. კორსიკელების გუნდი იყო ჩამოსული და რაღაც საოცარი ბედნიერება ვხვდა წილად რომ უმასპინძლეთ ამ ხალხს და ცხონებულმა თავგასა მითხრა რომ შენო არ იმღერო. ვიხდი რომ ახლა იმ სიტუაციაში არ უნდა მე მღერა. გულშიც არ იმღერო, გული არ გაიფუჭო. გული გაგიბუჭდება. გავრცელდა და გავრცელდა. გულშიც არ იმღერო, გული არ გაიფუჭო. შენ მერიქიფებს ხარ? მე დღეს შეგიძლიათ ნებისმიერ რაღაც ამას სიგარეტებს გამაგზავნეთ მაგრამ აბა გაუმარჯო ჩვენს თამადას. ჩვენს დავით გამომარჯოს ჩვენს თამადას. ხინის უფრებს. იცოცხლეთ. ბატონებო, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს თქვენთან ყოფნა და მოდით პირდაპირ დავიწყოთ მაშინ. ღმერთი ვახსენოთ. საუკუნეებია უკვე ქართული სუფრა ამ სადღეგრძელოთი იწყება და ძალიან ძნელია ალბათ რომ რაიმე დაამატო, მაგრამ მე მინდა რომ მაინც ვეცადო და დიდი სიამოვნებით გავაჟღერო კიდევ ერთხელ შესანიშნავი პიროვნების ბატონი თამაზ კვაჭანტირაძის სიტყვები, რომელმაც მიმართა ჩვენ პატრიარქს. რომელმაც უთხრა რომ თქვენ ილია მეორე კი არა, მეორე ილია ბრძანდებითო. გაუმარჯოს დედა ეკლესიას, გაუმარჯოს ჩვენს პატრიარქს, ჩვენს სამღვდელოებას. დღეს ახლა ისეთი დღე არის რომ ალბათ მტერიც და მოყვარეც გვილოცავს და გვეფერება. მადლობა უფალს ყველაფრისათვის. დიდება უფალს. დიდება უფალს. ყველაფრის უფლის მადლობა. რაც ჩვენ თავს ხდება, რაც ხვალდაზე მოხდება, წინასწარ მადლობა. ამინ. პირველი ჭიქის მერე ასეთი მრავალჯამიერი გაიგია. ის მე გაიწვადი ჯარბაწყელდა ბიჭებო აბა. აბა. ერთვით. ვეკა. მიდი გადაიღო. შენი ახლა მიდი შენ მაგარ. შენი წამყვანობა არ ვიცი მე ახლა შენ არის წევრი ხარ რა? წესია. აჯექი და იქეიფე ჩვენთან ერთად. აღნიშნე კიდე. ეხლა მოიტანა. ეწვიათ რესტორან მრავალჯამიერს მეგობრებო. არაფერს არ წავი. დღევანდელ დღეს ულოცავ.
ჩვენი გადასახედიდან ბატონებო მთელ საქართველოს ყველას ვისთვისაც დღეს უდიდესი დღესასწაულია ყველას ვინც დღეს გამთბარია აი მადლით რასაც შობის მადლი ქვია ყველა იმ ადამიანს ვისი სიკეთეც ჩვენ გვინდა ვისი ჯანმრთელობაც ჩვენ გვინდა ღმერთმა გააძლიეროს და ღმერთმა აღგრძელოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქრისტიანული საქმე. შობას გილოცავთ, შობას მეგობრებო. როდესაც ჩვენი ქვეყანა ხოცა გააძლიეროს და გააძლიეროს და მშვიდობათას და სიკეთით. გილოცავთ შობას. დღეს არის ჩემი შვილიშვილის დაბადების დღე რა. ჩემი ლექსების კრებულში ესეთი რამე მაქვს შეტანილი. თათა გაჩნდა 9 წლის უკან შობა დღეს. და ესე ვიწყებდი. გამე დღეს ეჩურჩულება გათენდა ზიანი შობა დღეს ბაბუა გახდა გიორგი დავითიანი. გაგვაძებირებია ლექსი დაბადების დღეა თუთა. მიულოცოთ, შობას გილოცავთ კიდევ ერთხელ ქართველებო. ულოცავთ ჩვენ ერთს ლევანელ დღესასწაულს და ყოფილიყო ბედნიერების სიხარულის, სიყვარულის მომტანი, მშვიდობის მომტანი. დღევანდელი დღის მადლი ფარავდა ჩვენს ქვეყანას და თითოეულ ამინ. შობას გილოცავთ ყველას აბსოლუტურად. კი, მალას ეხა გურიაში სწובה. დებია ჩემ გურუღეზელს ესე წელზე ატარებს რომ შენი მუსლის სათქივარია, რომაც ღავს, რომაც ვინაიდან დღეს პატივი მაქვს რომ ასეთ ხალხთან ერთად ვიყო მე ერთი ისტორია გავიხსენო რომელიც ალილოს დაბადებასთან არის ალბათ დაკავშირებული. მაშინ ცოტა გზაარბნეული ვიყავი, რაღაც ისეთ პოზიციებზე ვიყავი სამსახურებრივად, რომ მიწვეული ვიყავი ეკახოფერიას გადაცემაში რუსთავი 2-ში. დამირეკა გიამ. და მე რაღაც სუსხა რაღაცებზე ვფიქრობ, ეხა იქ დავალიანებები რაღაც ციფრები მეტრიალებს სავში და მოვედი თქვენთან და მომსწრე გავხდით თქვენი რეპეტიციის, ერთ-ერთი პირველი რეპეტიციის. ბატონჯოш, დათო იყო აჭარის ფინანსთა მინისტრი და ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი იყო და რეპეტიციაზე გაიღო გარე და უცებ შემოვიდა დათო, აი საერთოდ არ მეგოდებოდა. და უნდა გითხრათ, რომ ეკახოფერიასთან გადაცემა ჩაიშალა, დღეს რა თქმა უნდა. ეკას ბოდიშუხტით გადაგაკეთდა. კიდევ ერთხელ ბოდიშუხტით, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ყველაფერი მე რატომ ვთქვი შემოლაშა რომ საერთოდ ისეა რომ ძალიან ბევრ ადამიანს დიდებულ ლამაზ ადამიანს მოუტანია ეს ცხოვრება ჩვენამდე და მე ჩემს მოვალეობად ვთვლი რომ მათ შორის აუცილებლად ბატონი გურამ თამაზაშვილი გავიხსენო. საოცარი პიროვნება, რომელიც სიკეთის განსახიერება იყო და ნუ ეხლა ჩემი თეორია შეიძლება არ დამეთანხმო, შეიძლება არ დამეთანხმო, მაგრამ ქართულ სიმღერაში არ არის გამსაზღვრელი ხმა, თუმცა გურამს ნამდვილად დაამადლა არსებობს რაღაცა აი შიგნით რაღაცა არსებობს ისეთი ახლა სუფრასთან ბოდიშუხტით ამას ჯიგარს ეძახიან ალბათ რომელიც განაპირობებს აი ყველაფერ დანარჩენს. მე მინდა გურამი ვახსენო, მე მინდა თავგასა ვახსენო, გოგიდოლიძე ვახსენო, აი ბედნიერ დღეს ისეთი დღეა რომ ალბათ უნდა გავიხსენოთ წასულები და მათთან ერთად რასაკვირველია ყველა ის ადამიანი ვინც დღევანდელ დღეს ვერ მოესწრო, ნათელი დაადგეს ყველას და აი ღიმილიანი გახსენება ვინც დატოვა განსაკუთრებით იმას გაუმარჯოს მე როგორც ვიცი შეიძლება ასე თქვა. ზონა იყოს, ზონა იყოს. ალილოს სახელი დაკავშირებული არის გურამ თამაზაშვილთან რა. ჩვენს მამის ვეძახოდით და მამის ვეძახდა ის რა. განსაკუთრებით უყვარდით ჩვენ და ჩვენ განსაკუთრებით გვიყვარს და ყოველთვის გვეყარება და არასოდეს არ გვჯეროდა და არ გვეჯერა რომ გურამი ჩვენთან ერთად აღარ არის და დღესაც არ გვჯერა რომ გურამი არ არის და სადღაც გონია რომ წასულია. მამი, აი, მამი. ბეკას ერთხელ ბეკას ეწყობებოდა სულ რა, სულ ჭუბობდნენ ეგ და ბეკა რა. იმიტომ რომ ბეკა ყოველთვის ესე იყო ახლა სიმპათიური ბიჭი იყო, სულ დადიოდა ესეო და მთელი საქართველოს ყოველთვის ესეოდნენ და ხო არა არის, მაგრამ ახლა ცოტა დაღვინდა, საერთოდ შევიდა უფრო რაღაცა დასერიოზულდა და მაშინ რა გავარდილი იყო და რეპეტიციებს აცდენდა რა, რეპეტიციებს. ძალიან გაბრაზებული იყო გურამი რა, ყველაზე მეტად ეს უყვარდა, მაგრამ გაბრაზდა ძალიან ერთხელ და არ ელაპარაკება, ვაფშე აღარ მოვიდესო, საერთოდ არაფერში არ ჭირდებაო და მე სუფრაზე ერთად მოხვდა. ეს და გურამი. მე როგორ იყო? შენ არა, რასაც დაარეკინა ჩემთან. ნუ ეს მირეკავს
გამოდიო სადაც კეფევა გურამი არ გირეკავს და მე და მირეკავ და წავიდე. წავედი და დიდი სუფრა ხა და გურამის ვარ მე ლაშა გვერდით. მე მეოთხე სადღირზე ვარ თამა და გურამი და ხეხზე აქ და გურამი და ერთი წუთი და ყველა მომისმენო. მე ვეხავ მინდაო აგერო ბიჭის ის ჩემზე ამ ეს დედამიწაზე რო ჩხაიძეები შეგვიყვება. ამისთანა ჩხაიძეო არ არსებობს არსად. ეხლა ნაჩხუბრები ვარ და მე თუ არ ველოდები და გავსორდი და ხალხი მიყურებს ვინ არის ამისთანა ჩხაიძე ყველა ჩხაიძის ფასია ესო და გავწით ის ვიცით რომ კასიო გადავირიე მე ასმაკეს მანდიდოს და პაუზა ეხლა ხალხი მიყურებს და გატრიან დამხახისგან და არ ყოთ რაფერა ჩხაიძეების საქმე ეს ჩვენი მამა იყო ნამდვილად სულის ჩანს პატრონობდა განსაჭირში ისეთი გვერდში კომუნიკაცია იყო უახლოესი წყალკაცი დაგიდგება და დიდი ადამიანი იყო ძალიან მერტმა გაანათლეს ის ვაჟო ნათლია მისი უწმინდესობა იყო რა მისი ლოსოპერტავით ხო ეს ძალიან ალიო დაგვერხა ხმამაღლა არის სათქმელი ალბათ ვარტე ძალიან ანსამ ძალიან დაერქვა მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით ჩვენ გადავიღეთ კლიპი საშობაო ალიოსი სადაც ჩემგობაც ვიცით ვიცით წელი ამბები ეგრო არ იცის საქართველოში რო ცხოვრობს გას ის შპიონია ცოტა ხნის წინ არის ჩამო გურამიზე ერთი ისტორია მახსენდება ძალიან უყვარდა ჭამა ეხა და მე და მე შენი სარგამო მოყევი დავითიანე რომ პირველად ანსამში მოყვანე მე ზარდა გავიცე გურამი მირეკავს ერთხელ მაშინ პეროვსკაია იყო რა მოდაში რა და მირეკავს და მეუბნება რომ მამი სასწრაფოდ მიშვენე ტორტი მაყიდინე მეუბნება და ბიჭო მეთქი რა ახთება რა ტორტი უნდა გაყიდინო და თურმე რა მოხდა გურამა მოდის სახში ზაფხულია მაგრა ცხელა და აცვია შორტები ნასვამია და მოვიდა სახში რა ხო იცი ხა ქართველებმა როგორ ვიცი სახში რომ მოვალთ მე კიდევ აყოლებთ რაღაცებს რაც არ უნდა მაგარი სუპრდა გურავი მოდის ზაფხულში ცეცხლში ნასვამია რა სახში და მაცივართან მივიდა მაგარი სიცხეა და მაშინ კონდიციონერები და ისინი ნაკლებად იყო ერთი ბაქოს კონდიციონერი იყო საფთახებდა და всё მაშინ მეტი არ იყო რა გამოაღო ეს ისა რა ქვია მაცივარი და дахა დიდი ტორტი აი მალინის და მარწყვების ტორტი არის რაღაცა სასწაული რა და მაცივრიდან რო გააღებ და ცივი ჰაერი რო უბერავს ხო იცი ძალიან მაგარი რო არის და შორტებით არის ტიტველია სულ წელზემოთ რაღაცა და შორტებში და გამოაღო ეს მაცივრის კარი და ეს სიგრილე ეს სიამოვნა რა და მოკიდა ხელი ტაბურეტკას დადო გაჯდა აიღო დიდი ბორშის კოზი და დაიწყო ამ ტორტის ჭამა ჭავს ამ ტორტს ჭავს და გავიდა რა დამტაში ჩამოეძინა მე ბოლნაჭეთ ჩამოეძინა ეს ბოლნაჭეთი და სიგრილე სიამონა აბახოსებს დაეძინა რა ისე რა მალზე მასივარი არა თავი მასივარში ყო და შეეძინა ღია მასივარი მიხურა გარი რა მე დილით ადგა და შო არაფერი და შემოდია სახში და ეს რა ქენია თურმე მეზობელს ნიშნობის ტორტი შეუნახავს მაცივარი რა ამას დიდი მაცივარი ჰქონდა ებედა გერმანიიდან ჩამოტანილი და შეუნახავს და შეჭამა ეს ტორტს გავარდით მე ზუსტად ისეთი ტორტი ვერ ვიყიდეთ მაგრამ დაახლოებით ისეთი ვინო მაგარი აი მოვიდა ბრავაჟა რა მოვიდა შეფზარეული მოვძანდა შეფზარებული ბატონ დამადა გამარჯობია დადისთვის არის გამარჯობა ეს რა არის ეს რა დემონი იქიდან ეს რაც კინოებში მაგ ნანახი რაღაცა როგორი მეფეების ის რა არის ჩრდილოეთის ზუთხი ხო ბატონ თაბადას ფესტივალ ბრაბაჟია მივიდა აპლოდისმენტები მეგობრებო Bravo, Jamie!
არის. ეს განმარტავ ხა პოლიტიკურ სიბეცეში რო არ ჩამოგვერდას ეს საქართველოსშიაც უკვე აშენებენ ზუთხეს. მარტო ჩრდილოური არ არის. ზუთხის ჭირი მე ბრალოჟამიე. ხელი გაუშვი. არ წაგვართვან. ძალიან დიდი პატივია შემზარებული რომ თვითონ დაგაფასებს და აი დავითიანია თუ არ მოაგლიჯა რაღაცა არ ბარკალია ან რაღაცა. აი დაფი. ეს ვარდია. ეხლა მე ნაყინი ვით არის. ბაბუაჩემის და გურიაში და რაღაცა შუქუთია სოფლიოში გურიაში განსხვავებაში და რაღაცა ავარია მოხდა. ავარია და სერიოზული საქმის გარჩევა მიდის, ვინ იყო დამნაშავე, ვინ არ იყო დამნაშავე და ბოლოს დაიბარეს გამომძიებელი უნდა მოვიდესო. ხო და მოვიდა გამგებელი. ხო და შენ ვიხარო? მე ბიაჩემის და იგივე და მე გამგებელი ვარ. რა ის გამგებელი და შენ იგივე გაიგია გამომძიებელი დაიბარეს თუ გამგებელი. ჩემი სიმამრი ჩამოვიდა მანქანის სახიდან რა. ხო და ჩემი სიმამრი არის გურული რა. განა ну აგროვებს ფულს ეხა მანქანა ყავს მაგრამ უნდა გამოცვალოს და უნდა იყიდოს მაგარი მანქანა რა და ჩამოვიდა და წავიდა რუსთავში ბაზრობაზე და იყიდა მანქანა და მანქანა იყიდა ლექტორისგან რა და ეს ლექტორი როგორია იცი აი ფილოსოფიას ასწავლის და თან ისტორიას და აი როგორ იცი აი ლექტორები რო არიან უპატიოსნესი უცესიერესი განათლებული ინტელიგენტი და ჩემს არის ის წინ რა და გვერდზე უძის ჩემი სიმამრი და ეს ლექტორი თავისი მანქანით უკვე იყიდა და მოდია ხო და ეს ლექტორი ყვება რომ თან გონში ზაში აი ღვინო მოგვეკიდა უკვე მეგობრებო და ეს ლექტორი არის ძალიან ესეთი ზეციურია ძალიან და უყვება ახლა ჩემს სიმამრის ისტორიას ჩემი ხო ნუ აი რაღაც ისეთია რა ძალიან ინტელიგენტია და ჩემი სიმამრი როგორ არის იცი ფიქრობს ახლა რომ ეს მანქანა გამოადგება არ გამოადგება იქ პაჩებნიკია არა რაღაცა და ამაშია რა გადართულია ეს უყვება ახლა რომ იცით რა სახში იადონი მყავს იცით როგორი საყვარელი იყო ჩემს სიმამრის უყვება ახლა მიადონზე რა იცით როგორი საყვარელი იყო საოცარი და რაღაცა ეგედა და ჩემს სიმამრის ის გვერდზე და სიარცეა და ისა და იცით რა მომივიდა? გალია გავხსენი და მინდოდა თავისუფლება მეჩუქებინა. გავხსენი გალია და შეიფრთხიალა. დაეჯახა, გაფრინდა დაეჯახა მინას და იქვე განუტევა სული და რაღაცა სულობა ჩემს და აი ბაგრიშკები ახალი გამოცემული. აი ბაგრიშკები რო შეეშალე რა ხო ეს არის არ მაგარი ეხლა ვარ უნივერსიტეტში მივედი რა რაღაც ეხლა ერთი თვისი რა გადაღების ამბავია რა და მივედი და უნივერსიტეტში ვდგევარ კარიდორში ხოლში და ვიღაცა ბებერი ლექტორი ხალი მოდის ისეთი რა თვალში ეთყობა კარგად თავად ვერ იყურება და შევხედა და ახლა მე რო შევხედა მეთქი ან მიცნო ტელევიზორიდან ან რაღაცა უყვარს სიმღერა და რა გინდა კარიდორში ჩადიხარ და აუდიტორიაში რა გინდა კარიდორში მაგრამ რა დადიხარ კარიდორში შედი აუდიტორიაში აი ტელევიზორს არ უყურებ არ ვიცნობ მაგრამ აღელა გაწინდა მე Hey
მილოსავით მათრაველა გაჩნი ჩემდა სავალა გაჩნი ჩემდა მე როგორც ვიცი, კიდევ რაღაცა კერძი მზადდება, რაღაცა კი მრავალჟამიერი. აი ეს რა არის, ეს უნდა აღვიხსნათ აუცილებლად. ეს არის საფიგო მრავალჟამიერი. ერთი წუთით ატარებს რესტორან მრავალჟამიერი. ამას ხარჯებს. სახეს. რომელსაც არის კონცენტრებული შეკვარი, სკარი, სოკოთი. ხორცალო, ხორცების კორიანი. ხელოვნების ნიმუშია. ეს დარწმუნებული ნაბუათ იჭმეო. ალაჟამიერში მობრძადეთ სულ ყველა. ძალიან დიდი მადლობა ჩემო ბატონო. მივესალმოთ ჩვენს ჩემო ლაშა კოლექტივს, რომელიც ჩვენთვის ძალიან შეწუხდა და რა ვიცი, საოცარი დღე გვაჩუქა. შევსვათ. აი ეს ერთი 4 კინის გებნები და გებნები დიდი რაღაცას გებნები დიდი დილას ყანუზები ნახავ შეკერი ვიდევნები და დემესიენ ჯიბილები გამახსენა ბაბა ის მამა გავკარი და გამოხკარი გაუარე განდა მე კიდენ ვერ ჩემოვალ შენზე ჩოხუდებელი ვერ გავათ მე შენი გული რაღო მიხარ ამისანა მე შეგერე გავამი ვარ შენი ვარ მიხარ განა და განა ლა ლა აბო ტიგენები და ჩემი სიძე იქნებიო ვერ გავათ მე შენი გული რაღო მიხარ ამისანა მე შეგერე გავამი ვარ შენი ვარ მიხარ განა და განა შემოძლებო სამწუხაროდ არ მახსოვს ვინ ბრძანა, მაგრამ დიდებულად ბრძანა Здравствуйте, мои თბილისის ტროტუარი, პიშიცი ვაში ტროტუარნი მიმოარი. ჩვენ ქალაქს გავამარჯოს, დედაქალაქს გავამარჯოს. იმ თავითვე ვიტყვი რომ ყველანაირი ჯიკაობა იმაზე, ვინ თბილისელია და ვინ არ არის თბილისელი, ეს უკვე ამთავრებს თბილისელობაზე ლაპარაკს. იმიტომ რომ თბილისი არის ცხოვრების წესი და შეიძლება ბევრი თბილისში დაბადებული ადამიანი ამ წესს ვერ მოერგოს და შეიძლება ადამიანი რომელიც გუშინ მოვიდა თბილისში ისეთი გულით და ისეთი სულით მოვიდეს რომ იმის სიმბოლო გახდეს რაც ჩვენ ძალიან გვიყვარს და ჩვენ გულში რაც ძალიან ძვირფასია. ეს ალბათ არ აიწონება ესე ადვილად, არ შეიძლება ამის გაზონვა, ამის აწონვა, მაგრამ მე ვიცი ერთი რამ რომ გარდა ყველაფრისა, მე პირადად მაგისტრია ის პასუხისმგებლობა, რასაც თბილისელობა ქვია, ეს პირველ რიგში ალბათ პასუხისმგებლობაა და ამ ჩემი ულამაზესი, კეთილშობილესი, უტკბილესი ქალაქის სადღეგრძელო მინდა დავლიო.
უსურვო მას გაძლიერება, მოჰონიერება და იმ ადგილის დაკავება ალბათ, რაც ეკუთვნის მე ესე მიყვარს ამ სალაძეოს პატარა მოკლე თქმა. მე შემოგევლა. გაუმარჯოს ქალაქს, სადაც ულამაზესი ურთიერთობები იქარგება და იხსოვება და იბადება. გაიხარე. ზუსტად ეგ მქონდა მხედველობაში. აი ამ ეს ურთიერთობებია თბილისი, ეს სისუფთავეა თბილისი, აი ამ თბილისს გაუმარჯოს და გააძლიეროს მერტ. ურთიერთობა და არის ურთიერთობა პირველ რიგში და გაუმარჯოს ყველა ადამიანს, ვინც სამცხოვრების წესს, როგორც მე ვზანეთ, ბატონო დავით, ამ სამცხოვრების წესს იზიარებს და ასე ცხოვრობს. გაუმარჯოს. ამინ. მე მიყვარ შენი ვიწრო ქუჩები დაინები ჩუქურთმიანი აღმა შენებლის პროსპექტი მიყვარს გამთაწმიდას ეს არის წრიანი თბილისო ჩემო დედა თბილისო რა ლამაზი ხარ ამ შვენიერი სოფლიოში ქალაქი ხარ შენებურად გემრიელი გადის დრო და ჟამი უცბად ვითეთრდება უაშწვეთ უშენებას ვერავიდა ვიტო ქვია თბილისელი ნოსტალგია მეუღლება მახსენდება ხუთი ქართლის დედა დიდი ხმალით იგოცება თასით თვარზე დიდი მოტყუნებს კიდო არხით ბატლით ვენში მოგასალი ჯიქხელში მოგასალი დიდი ცხელით პიროსმანი ჯიქხელში დავარ მოხაშანი აგითეთი და უაშწვეთ უშენებას ვერავიდა ვიტო ქვია აშმაშხანიდან სადაც კრის ქიძე გასნარი ყავა ჩავრით ჩავყვები დაღმარს და ერთ ნადიმზე დამკვდება ორი ნადიმი დამკვდზე ფირუს მაგრამ მარჯობა მეცნიერის მეცნაბასარებს მაგრამ ამ ღვიდო რომელს გვაჯობა განმარტებისთვის ვკითხოთ დამყვებს ნობა ყალბია ხამყვარული ჩავრით შევკრებ ამ სურათებს და მენიქი პელოტი მურგანი უსე დამამეს გაკუთრებს გავდე ხალხის როლა თქმები და ახლებში არ ყავს ძმაო მარული და მტირდები როგორც ეს ვიყო კინტოს ტერანზე ჩამოვა შეთქოს ქალაქს ბინა კავეშვილი მისლები მოგიმატოს გამარჯობათ. იმედია რომ მოგეწონათ ჩვენი სიბრა. შესანიშნავია ყველაფერი. ძალიან მოხარული ვარ. როჩონი ვიღოთ მონაწილეობას ამ კონკურსში და ასევე ძალიან დიდი პატივი მაქვს ჩემთვის რომ თქვენ ხართ შეგვერჩი ამ ბრძოლაში. იმედი მაქვს რომ გამარჯვოთ ყველას. უკალი დაგვიწევთ ყველა თქვენგანს და ასევე იცით, გაუმარჯოს ჩვენ მასმინძელს. გაგიმარჯვოთ. ბატონ რომის გაუმარჯოს. გაიხარეთ. ძალიან დიდი მადლობა. გამარჯვებულები ამ შეფასებისთვის. მრავალჟამიერი გაიხარეთ. გასტავარია ძალიან დიდი გემოვნება იგზნობა, სითბო და ხისახის მრავალჟამიერი უნდერეთ, მაგრამ ნიცოცხლით. დავხსაიდო რას მრავალჟამიერი აქ სამღერით ასე რომ შეიძლება რომ გამოგორჩევოთ ჩემს. თანდათან. მემიტა დიდი მადლობა გასცემთ თქვენგანს. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის თქვენგანს მოხდა. იმედია რომ მახსოვს დავიმარჯვეთ ჩვენ ამ კონკურსში აუცილებლად. ვერცი. თქვენი პარადის ყველა ჩვენგანს. ჩვენ კიდე მოვა აუცილებლად ჩვენ ზარდვართ ყოველთვის. პირადად ჩვენ გამარჯვებულები საკეთო რომ ასეთი შესანიშნავი კერძი ძალიან იშვიათია. გაიხარეთ და დიდი მადლობა და გიერთდებით. ნიცოცხლით. კალოცული იყავ. მრავალჟამიერს.
მაგანით ვიწყარ. არის ჩვენ ანუ ვებსამხურება taxi 24G არის ესეთი რა ინტერნეტ ტელეფონიდან შეიძლება მიწერ დაკითხავენ არის ესეთი ძალიან უიაფესი ტარიფებია ძალიან და მანქანით ვიწყარ მოვლენ მოვაკითხავენ ვებსამხურება ძალიან ხო შეგიძლია taxi 24G არის საიტი ესეთი ინტერნეტი ტელეფონიდან საგზავნი და მოდია შეგვეციოს ყოველთვის ღვთისმშობელი გადაიფარებინოს თავისი კალთა. წმინდა ხოტევიდან იკორ წმინდა ზემობარი, ქემობარი. Hello და everybody. აბა დიდება, ყველაფრისათვის კიდევ ერთხელ ესეთი იყო ევანგელი ჩვენი ვახშამი და ჩვენ კიდევ დაგიბრუნდებით კარგი სიმღერებით, კარგი თამადებით, კარგი იუმორით და კარგი ქართული კეი. უყურეთ გადაცემას KB ქართულად ბეკა ჩხაიძესთან ერთად. ესეც ერთი კიდევ კარგი კეიფი და ჩვენ მალე დაგიბრუნდებით.